ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სომხეთშია და რეგიონში რომ ის სომხეთი დაწინაურდა და საქართველოს და ქართულ ოცნებას საერთოდ არავინ არ ახსენებს და საერთოდ ჩვენ ხელისუფლებას არ აღიარებს და რომ გაქრა საერთოდ ეს საქართველოს ევროკავშირის რადარებიდან აი რას ნიშნავს ეს როგორ ფიქრობთ თქვენთვის და ქართული ოცნების ბრალეულობა რა არის ამაში როგორ ხედავთ 9 წლის განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩვენ შეჩეული ვიყავით, რომ ევროპელი ლიდერები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და უმაღლესი თანამდებობის პირები სტუმრობდნენ ამ ქვეყანას და საუბრობდნენ საქართველოს როლზე რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში. ქართული ოცნების პირობებში ის ფაქტი, რომ დღეს ქალბატონი კალასი იმყოფება სომხეთში და არ ჩამოდის საქართველოში, ნათლად მიუთითებს იმ საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას და რომელიც ამ ქვეყანას მიაქანებს იზოლაციისკენ, რომელიც ამ ქვეყანას უკარგავს ევროპული განვითარების შესაძლებლობას და პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დღეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის საქართველო არის პრობლემური მისი დემოკრატიული განვითარების კუთხით და ევროპული პერსპექტივით არის მთლიანად ქართული ოცნების, რომელიც საკუთარ თავს ეძახის ამ ქვეყნის ხელისუფლებას. ხოშტარიას შიმშილობაზე გითხავთ, ოპოზიციას რომ იმოდნს უყენებს და შიმშილობას უცხადებს, აი ამ კუთხით რომ გითხრათ, რა ხდება ოპოზიციისთვის? ელენე ხოშტარიამ თავის შიმშილობასთან დაკავშირებით გააკეთა ძალიან მკაფიო განაცხადი და მე მგონი ყველასთვის გასაგებია. მე ვფიქრობ, რომ ელენე ხოშტარიას შიმშილობა სარკეში ახედებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ წარმოუდგენია, რომ რეჟიმთან თანამშრომლობა შესაძლებელია რეჟიმის თამაშის წესებისვე. ამიტომაც ეს არ არის არანაირი ან შანტაჟის ენა, ეს არის პირიქით კიდევ ერთი მცდელობა იმისი, რომ ყველა ადამიანმა ოპოზიციურ ფლანგზე გააცნობიეროს, რომ დღეს არ არის არანაირი პარტიული ინტერესის დრო. დღეს არის მთავარი ამოცანა ამ ქვეყნის ეროვნული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ პრინციპულები, ვიყოთ თანმიმდევრულები და რაც ყველაზე მთავარია, უარი უთხრათ ნებისმიერ თანამშრომლობას რეჟიმთან. მაშინ რაც ნიშნავს მისი განცხადება, რომ თუ ოპოზიციაში შევთანხმდებით ერთ აზრზე, რომ არ მივიღეთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, მე შიმშილობას შევწყვეტ. აი, რაც მე გიპასუხეთ, მაგას ნიშნავს, რომ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც განიხილავს, რომ რეჟიმის ჩამოშლისთვის ბიძინა ივანიშვილს მისივე თამაშის წესებში უნდა შეყვე, ჩვენი აზრით არის ძალიან მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომაც ელენე ხოშტარიას შიმშილობის მიზანი ჩემი ღრმარწმენით არის ზუსტად ის, რომ ყველა ამ ადამიანმა ჩაიხედოს სარკეში, ჩაიხედოს საკუთარ თავში და კიდევ ერთხელ გაანალიზოს, რომ თავარი გზა ამ მოცემულობაში, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის სპეცოპერაციაში მონაწილეობა ქვია, არის მხოლოდ აქტიური ბოიკოტის რეჟიმი. ანუ ოპოზიციისკენ არის მიმართული ეს შიმშილობა. თქვა თვითონ და რას თქვენ მითხარით ახლა მაგის მაგაზე პასუხია. სოფლიო პრაქტიკის შიმშილობის ისტორიების შესწავლას ვთქვათ ახლა? არა. ყველაზე მთავარი ამ გარემოებაში არის ერთი, რაც არ უნდა იცადოთ, ახლა ნეგატიური კუთხით წარმოაჩინოთ, ეს აქტი პირველ რიგში ძალიან დიდი სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ელენეს ნებისმიერი ბრძოლის ფორმა, რომელიც მიმართული იქნება იქითკენ, რომ ოპოზიცია შეთანხმდეს საერთო ბოიკოტზე და საერთო ბოიკოტი იყოს. ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში არის მისაღები და იმსახურებს მხოლოდ პატივისცემას და იმსახურებს მხოლოდ სოლიდარობას. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მე მაქვს გამოცდილება შიმშილობის და ვიცი ეს რას ნიშნავს, განსაკუთრებით ელენესთვის, რომელიც პირველი შიმშილობის შემდეგ ძალიან სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემას ებრძვის, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდესაც მის ჯანმრთელობას ამხელა რისკის ქვეშ აყენებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გააცნობიეროს ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები ოპოზიციურ პარტიებში ბოიკოტის თემასთან დაკავშირებით. ლელოს გუნდი და გახარიას გუნდი ამბობს, რომ ულტიმატუმის ბიუროკრატიებიან ჩვენ მაინც არ ვაპირებთ პოზიციის შესვლასო. აი, როგორ უპასუხებთ მათ და თქვენი ასე ვთქვათ, უწოდება მათ მიმართ რა იქნება? მე გავყოფდი გახარიას და ლელოს გუნდს, ჩემთვის ესენი ნამდვილად არ არიან ერთი. გახარიას ვუსურვებდი, რომ ჯერ ჩამოყალიბდეს, ჩამოდის თუ არ ჩამოდის.
და თუ ჩამოვა, არ ვიცი, ხა ბერლინიდან თუ აპირებს თბილისის გამოგლეჯვას, ეს ცოტა არასერიოზული ამბავი იქნება. ეხლა რაც შეეხება ზოგადად ამ პოზიციას, ჩვენ თვლით და არაერთხელ გაგვიცხადებია და კიდევ ერთხელ ვამბობთ საჯაროდ და ღიად, თუ რამე ჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს, აქტიურ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ ქვეყნის უმრავლესობა არიან და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, რომელიც პირდაპირ პროპორციულია ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივ გადარჩენასთან და განვითარებასთან. ეს არის მკაფიობა. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ოპოზიციური პარტიებისგან მკაფიობას, სიცხადეს და გულწრფელობას. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ყავს პოლიტიკური პატიმრები, იმ ფონზე, როდესაც რუსთაველზე არიან მოშიმშილეები, იმ ფონზე, როდესაც ბოლო წართმეული არჩევნებიდან დღემდე ქვეყანაში ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობა. ამ ფონზე, ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას ჩვენ განვიხილავთ როგორც ისტორიულ და სტრატეგიულ შეცდომას, თუმცა იმედი გვაქვს, რომ დარჩენილ დროში რესურსი ჯერ კიდევ არსებობს იმისი, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი გადაწყვეტილებები გადახედონ და გადააფასონ. ის გუში ძალიან გააკრიტიკა საზოგადოების გარკვეულმა მათ შორის მეც. მათ შორის თქვენ პეტრეცის კარიშვილმა, რომელიც Facebook-ზე სტატუსიც კი დაწერა, რადგან მას არც კონკრეტული გეგმა წარუდგენია, არც რაიმე შეუთავაზებია საზოგადოებისთვის. როგორ აფასებთ გუშინდელობის განხილვას, იზიარებთ თქვენი გუნდის წევრის პოზიციას? თქვენ ჩემი სტატუსი არ გინახავთ როგორც ჩანს. ხო. კი ბატონო, პირველი, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები. საქართველოს მოქალაქეებს ჭირდებათ მკაფიობა და ჭირდებათ სიცხადე. აქ არსებობს მხოლოდ ერთი გზა. არ არსებობს არანაირი ორი გზა და ეს ერთადერთი გზა რეჟიმის ჩამოშლის არის რეჟიმთან ართანამშრომლობა. ამიტომაც ყოველგვარი მოკიბის გარეშე მე ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილის სათქმელი უნდა ეთქვა მკაფიოდ და უნდა ეთქვა ცხადად საქართველოს მოქალაქეებისთვის. უნდა ეთქვა, რომ არჩევნებში, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში რეალურად კი სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის დაუშვებელი, დანიშნავს ბიძინა ივანიშვილის თამაში წესებით თამაშს და რომ ერთ-ერთი მთავარი გზა იმისთვის, რომ საპროტესტო მუხტი ამ ქვეყანაში გაიზარდოს და ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დადგეს, არის სწორედ აქტიური ბოიკოტის კამპანია. ეს არის ის, რასაც მე და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ აქციაზე იდგა, ელოდა სწორედ სალომე ზურაბიშვილისგან. გუშინდელი აქციით თუ ხართ მაყოფილი ვინა გითხოთ და მე მობილიზებით და ასევე გითხავთ გუშინ აქციაზე ისმოდა ბუქარის შემცველი განცხადებები, მაგალითად, ყველას დავიმახსოვრებთ და დავსჯით. რას ნიშნავს ეს გზავნილები თქვენთვის? მე ვარ კმაყოფილი ნებისმიერი საპროტესტო აქციით, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ იმართება. და ნებისმიერი საპროტესტო აქცია განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც 200 დღეზე მეტია უკვე ამ ქვეყანაში მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს იმას, რომ მიუხედავად რეპრესიებისა, მიუხედავად დაკავებებისა, მიუხედავად რეჟიმის მხრიდან ადამიანებისთვის თავპირის დამტვრევისა, მიუხედავად პოლიტიკური ლიდერების დაკავებისა, საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან ამ ქვეყნის თავისუფალი და ევროპული განვითარებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ მეორე კითხვას, ახლა რაც ვკითხეთ, არ ვიცი რას გულისხმობთ, მე ეს განცხადება არ მომისმენია, თუმცა ცხადია, რომ როდესაც საქართველო იქნება დემოკრატიული, როდესაც საქართველო იქნება თავისუფალი, როდესაც რეჟიმი ამ ქვეყანაში აღარ იქნება და სასამართლო იქნება თავისუფალი, თავისუფალი სასამართლოს პირობებში ის ადამიანები, რომლებიც დღეს სამშობლოს ღალატობენ და წარმოადგენენ საოკუპაციო რეჟიმს, რუსულ საოკუპაციო რეჟიმს, ქართული ოცნების ლიდერებს გულისხმობ ცხადია და მათ შორის ბიძინა ივანიშვილს ცხადია, აუცილებლად უნდა აგონ პასუხი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის. აქციის მონაწილეები რომ ისე იმედგაცრუებულნი არიან, რისი ბრალია და ვისი პასუხისმგებლობაა ეს თქვენი აზრით? პირველ რიგში არ ვიტყოდი ასე, მე მესმის აქციის მონაწილეებისგან და საქართველოს მოქალაქეებისგან, რომ უფრო მეტ სითხოვენ და უფრო მეტ კონკრეტულ ქმედებას ითხოვენ და ამ ნაწილში მე აბსოლუტურად ვეთანხმები მათ, რომ მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და გაფართოვდეს წინააღმდეგობრივი მოძრაობა და ცხადია ვიზიარებ ასევე საქართველოს მოქალაქეების იმ პოზიციასაც, რომ აი ეს გაუთავებელი ჭიდილი ოპოზიციის შორის არჩევნებში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დასრულდეს და იმისთვის, რომ
საქართველოს მოქალაქეები, აქტიური საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ ქვეყნის უმრავლესობას შეადგენენ, იყვნენ აქტიურ ფაზაში ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოპოზიციური დემოკრატიული ძალა და სამოქალაქო სექტორი, მათ შორის და რიგითი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ აქტიურები. რევოლუციური მოწოდებები ისმოდა გუშინ აქციაზე იყო შეძახილები დამხობა რეჟიმს ისმოდა გადატრიალება ყველა ეს ძალიან ხმამაღლა ისმოდა. ამ ფაქტს გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში და დაწერა რომ გუშინდელი აქცია იყო ევროკავშირის დაფინანსება. თქვენ როგორ უპასუხებთ ის? იყო თუ არა ეს ასე? იყო თუ არა ეს? არა, ეს ხო ერთ-ერთი არის. როგორ აფასებთ ზოგადად გუშინდელ მოწოდებებს? კი, ორივეზე გიპასუხებთ. ახლა შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ ნახოთ სერბეთში რა ხდება და შემდეგ სერბეთის ხელისუფლების განცხადება და უნგრეთში თუ ნახეთ გუშინ ორბანის განცხადება, ზუსტად ერთ-ერთი არის შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან, ეს რომ ვიღაცები თურმე უცხოური ფულით ფინანსდებიან და ასე შემდეგ, ეს არის ერთი დიდი რუსული პროპაგანდა, რომელსაც დიქტატორული რეჟიმები ზოგადად იყენებენ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამაში ახალი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, სიტყვა რევოლუცია და რეჟიმის ჩამომხობა არის ის, რაც რეჟიმს ყველაზე მეტად აღელვებს, იმიტომ რომ რეჟიმმა იცის, როგორი შეიძლება იყოს ისტორიული კანონზომიერების გათვალისწინებით მისი ბოლო და რეჟიმის ბოლო არასოდეს არ არის დემოკრატიული. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და მე შემიძლია მხოლოდ შევუერთდე ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ ახსენა რევოლუცია არ უნდა შეგვაშინოს ამ სიტყვამ, მშვიდობიანი რევოლუცია და რეჟიმის ჩამომხობა ეს არის საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, როდესაც ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ნებას და არ არის ძალაუფლების წყარო და დღეს ხალხის ნებას არ გამოხატავს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და არ არის ძალაუფლების ხალხის მიერ მინიჭებული ძალაუფლების წყარო. აი ესეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული, რომ დაიცვან თავიანთი თავისუფლება ქუჩაში, შვიდად, წყნარად, გინდათ რევოლუცია დაარქვით ამას, გინდათ რეჟიმის ჩამომხობა დაარქვით, ჩემთვის ორივე მათგანი არის აბსოლუტურად მისაღები და შემიძლია დავეთანხმო მხოლოდ ამ პათოში. ოპოზიციური ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგვიძლია როგორც ვთქვით, დღეს ნიკა გვარამიას დანარჩენიც უნდა იყოს, როგორც შეახსოვეთ ამ რადგან არის საგამოძიებო კომისიაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა პრობლემა, როცა საგამოძიებო კომისია არის საერთაშორისო პრაქტიკა. ორივეს დაბარებულია ისე მამუკა ხაზარაძე, ვაშაძე და კაი, თუ გამომრჩა რომელიმე ერთად ის, ხო, პოლიტიკური პარტიების პირველი, კი ბატონო, პოლიტიკური ოპონენტების დაკავება ზოგადად მიასწავლებს იმას, რომ რეჟიმი რეალურად არის მძიმე მდგომარეობაში. არაერთხელ მithქვამს და გავიმეორებ, როდესაც ხარ ძლიერი და მართალი საკუთარ თავთან, შენ არ გჭირდება, რომ პოლიტიკური ოპონენტები გამოკეტო ციხეში. შენ არ გჭირდება, რომ იძალადო საქართველოს მოქალაქეებზე. მაგრამ ქართულ ოცნებას, კრიმინალურ ბანდას, რომელიც ხელისუფლებას ეძახის საკუთარ თავს, ძალიან კარგად იცის, რომ მას არ აქვს ლეგიტიმაცია საქართველოს მოქალაქეებისგან. ძალიან კარგად იცის, რის ფასად დაუჯდა მას ბოლო არჩევნების წართმევა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამიტომაც მას ყოველდღიურად სჭირდება და ეს არის რეჟიმის ბუნება, რომ დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა საქართველოს მოქალაქეებთან, აი სწორედ მსგავსი ძალადობრივი ქმედებებით, მათ შორის მწერლების, პოეტების, მსახიობების, ექიმების, მასწავლებლების დაკავებებით და განსაკუთრებით პოლიტიკური ოპონენტების დაკავებებით. ქართულ ოცნებას გონია, რომ პოლიტიკური ოპონენტების დაკავებით დათესავს შიშს საქართველოს მოქალაქეებში, განსაკუთრებით აქტიურ საქართველოს მოქალაქეებში, მაგრამ ისტორიული კანონზომიერება არის ასევე, რომ მიუხედავად ყველა ამ ცდელობისა, რასაც ახლა რეჟიმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს, რეჟიმის დასასრული საბოლოოდ იქნება ის, რომ მათ მოუწევთ ხელისუფლებიდან წასვლა და ყველა იმ პასუხისმგებლობის აღება, რომელიც მათ ამ 13 წლის განმავლობაში ამ ქვეყანას დამართეს. რაც შეეხება, ცხადია, რომ მოლოდინი, როდესაც ყველა ეს პოლიტიკური ლიდერი დაწყებული ნიკა გვარამიადი წავიდა ციხეში, ყველას ძალიან კარგად ესმოდა და გაცნობიერებული მქონდა, რომ ის მათ არ დატოვებდნენ ამ მიჯილ 7 და 8 თვეზე. და ცხადი იყო, რომ ხა არ ვიცი, დღეს პატიმრობა, ისედაც პატიმრობაშია გვარამია და საუბრობთ ოფიციალურად გამოცხადება დღეს განაჩენი, მაგრამ ასევე ხელმეორედ კომისიაზე დაბარება ამ ადამიანების, მაშინ როდესაც ეს ადამიანები ციხეში წავიდნენ, იმის გამო რომ კომისიაზე არ გამოცხადა, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმას, რომ რეჟიმს იმდენად ეშინია ციხეში გამოკეტილი პოლიტიკური პატიმრების და იმდენად ეშინია ციხეში გამოკეტილი პოლიტიკური ლიდერების, რომ დამატებით სადამსჯელო მექანიზმს იყენებს მათ წინააღმდეგ. ეხლა რაც შეეხება საგამოძიებო კომისია რატო არის საერთაშორისო
პრაქტიკა და ასე შემდეგ. პირველ რიგში ეს არის არანაირი საგამოძიებო კომისია. კონსტიტუციურად რო შევხედოთ ეს საგამოძიებო კომისია, იმას თავი რო დავანებოთ, რომ მოპარული არჩევნებით არიან ხელისუფლებაში. ეს საგამოძიებო კომისია კონსტიტუციურად არის არაკონსტიტუციური. მასში საერთოდ არ მონაწილეობს ოპოზიცია. ყველა იმ საკითხს, ახლა იმ ძალადობას არჩევნების წართმევას და ასე შემდეგ თავი რო დავანებოთ. ამ კომისიის მთავარი მიზანი და ამას არანაირი საგამოძიებო კომისია არ ქვია, ეს არის ღალატის კომისია, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი: შეასრულოს რუსული დავალება, გადაწეროს ამ ქვეყნის ისტორიის საუკეთესო წლები, როდესაც ამ ქვეყანაში აღმშენებლობა და ევროპული განვითარება ხდებოდა, გამოკეტოს და ჩაახშოს პოლიტიკური ლიდერების და განსხვავებული ხმა ამ ქვეყანაში და საბოლოოდ შეაუსრულოს რუსეთს ის ოცნება, რაც მათ ოდითგანვე ჰქონდათ საქართველოში. გივით არგამაძის დაკავება საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო. ადამიანის, რომელიც სააგაში მოწმის სტატუსის სარგებლობს და რომლის ჩვენების საფუძველზეც რუს სამხედროებს წარადგინად ბრალდება. ადამიანის, რომლის მკვლელობასაც 2016 წელს ცდილობდნენ რუსული სპეცსამსახურები. 2013 წელს პუტინის საჯარო პრესკონფერენციაზე გივით არგამაძე დასახელდა და ითხოვდა მის დაკავებას და სამართლებრივ გასამართლებას. აი ეს ერთი ფაქტიც კი ნათლად მიუთითებს იმაზე, რატომ არის ეს ღალატის კომისია და რატო არაფერი არ აქვს მას სამართლებრივად საგამოძიებო კომისიასთან, როგორიც უნდათ მათ რომ ხალხმა დაუძახოს და დაარქვას. ახარია ხაზარაძე და ვაშაძე დაიბარეს დღეს კვლავ ონლაინ შესთავაზეს მათ ჩართო, რაზეც ისინი კვლავ უარს ეცხადებენ, ასე ვთქვათ, ისევ თავს არიდებენ, როგორ შეარჩევს მათ ამ გადაწყვეტილებას, ხელახალდაბარებას და ამ პროცესს როგორ ეს პროცესი აღნიშნე კიდევაც, რომ ყველა ეს ადამიანი, პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ციხეში წავიდა, ყველა ამ ადამიანმა იცოდა, რომ 7 თუ 8 თვე თუ მიჯილეს კონკრეტული ვადა არ იქნებოდა საბოლოო, რასაც მათ რეჟიმი მიუსჯიდა. მაგრამ რეჟიმის მხრიდან ახლა ადამიანებისთვის კიდევ ერთხელ შეთავაზება, რომ საგამოძიებო კომისიაზე უნდა ჩაერთონ თურმე, მაშინ როდესაც ეს ადამიანები ამის გამო ციხეში წავიდნენ, რომ ღალატის კომისიაზე არ გამოცხადნენ, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რას ამზადებს რეჟიმი. რეჟიმი ცდილობს, რომ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც ახლა ციხეში ზის, გაუზარდოს პატიმრობის ვადა და ხელახლა წარუდგინოს კიდე დამატებითი ბრალდება და ეს მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ქართულ ოცნებას, რომელიც თავის თავს ეძახის ხელისუფლებას, ციხეში გამოკეტილი პოლიტიკური ლიდერებისაც კი ეშინია, იმიტომ რომ სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს და ციხეში გამოკეტილ პოლიტიკურ ლიდერებსაც კი ებრძვის გაშმაგები და ცდილობს მათზე ზეწოლა მოახდინოს. მთავრობის პოლიტიკა შეურიგებელი ბრძოლა ნარკოდანაშაულებთან ამ ინიციატივას მაინც თქვენ ხრობა ან იწონებს ოპოზიცია. ამ ინიციატივას დავიჯერებდი ის შემთხვევაში, თვითონ ქართული ოცნების ლიდერები რო არ იყვნენ შინ შემთხვევაში ნარკობარიგების მფარველები ამ ქვეყანაში. ამ ინიციატივას დავიჯერებდი ქვეყანაში რო არ ფუნქციონირებდეს არაერთი არალეგალური აფთიაქი, რომელიც მათ შორის ფსიქოტროპულ ნივთიერებებს ყიდის უნებართვოდ და არავინ არ ირჩება. ამ პოლიტიკას დავიჯერებდი მაშინ, როდესაც თუ ეგრეთ წოდებული საქართველოს ხელისუფლება ყველა ადამიანს ნარკოტიკზე დამოკიდებულებს, რომლებსაც რეალურად დახმარება და გვერდში დგომა სჭირდება, არ იყენებდეს წინასაარჩევნოდ და არჩევნების პერიოდში არ ახდენდეს მასზე ისეთ გავლენას, რომ მან ტიტუშკებად იყენებდეს მათ ნაწილს. დავიჯერებდი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება მაგალითად გააკონტროლებდა თუ უშუალოდ თვითონ არ არის ჩართული და ჩემი ინფორმაციით უშუალოდ თვითონ არიან ჩართული კონკრეტული თანამდებობის პირები, მათ შორის იმას, რა ხდება სამეგრელოში საოკუპაციო ხაზთან და როგორ ხდება, რომ საოკუპაციო ხაზზე რაღაცა გაურკვეველი ნივთიერებები მათ შორის გადმოდის. ამიტომაც ამ ყველაფრის გათვალისწინებით ახლა რაც მე ჩამოთვალე, ეს ყველაფერი მხოლოდ მიტოვებს განცდას, რომ ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკა არის მხოლოდ ქართული ოცნების პიარის ნაწილი, რომელიც რეალურად არ მოიტანს არანაირ შედეგს. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად აკავებენ ათეულობით ადამიანს, ყოველდღიურად ხდება ნარკორეალიზატორების გამოვლენა, საზღვარზე გადმოსული ნარკო. თუმცა ჩვენ არ გვაქვს კითხავარ კითხვაზე პასუხი. ვინ არის ამ ყველაფრის მფარველი? როგორ ხდება, რომ აი ეს ადამიანები, აი ესე უპრობლემოდ საქართველოში არიან, საქართველოში ფუნქციონირებენ, მუშაობენ, საქართველოში თავისუფლად ხდება და თქვენ რო დღეს მოიდომოთ თავისუფლად იყიდით ნებისმიერ ნარკოტიკს, როგორ ხდება, რომ ეს ადამიანები ახერხებენ აი ესე საქართველოში ყოფნას
დაკავებული 2, 3, 4, 5 და თუნდაც 10 ნარკოტიკების გამსაღებელი ეს არის მხოლოდ ზღვაში წვეთი. ჩვენ ვსაუბრობთ ერთ ძალიან ჩვენ ვსაუბრობთ, ნახეთ, ვინ არის მთავარი დამკვეთი. ჩვენ ხო ყველას კარგად გვესმის, რომ წარმოუდგენელია აი ამ მასშტაბის ქსელი საქართველოში ფუნქციონირებდეს ისე, რომ მას არ ყავდეს კონკრეტული მფარველები. წარმოუდგენელია უბრალოდ. არ მეთანხმებით ამაში? ვინ არიან? აფთიაქები. სწორედ რამდენიმე დღის წინ მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო უზრუნველყოფს აი ამ თუნდაც იგივე ნარკო დამოკიდებულ ადამიანებზე მათ განკურნებას და სახელმწიფო იღებს ხელში, რომ ეს არალეგალურად არ მოხდეს ამ ნივთიერების. ყველაფერი, რაც სახელმწიფომ აიღო ხელში ამ 13 წლის განმავლობაში გახდა მთავარი კორუფციის წყარო. შესაბამისად, ეს მიტოვებს იმის განცდას და იმის მყარ არგუმენტაციას, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიზანი რეალური ბრძოლა ნარკოპოლიტიკასთან არ არის. და კიდევ ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა დავსვა. ვინ არის მთავარი ორგანიზატორი ნარკობიზნესის ამ ქვეყანაში? რა აკავშირებს მას ქართულ ოცნებასთან? აი ამ მთავარ კითხვას თუ გასცემენ პასუხს, მაშინ დავიჯერებ ნამდვილად, რომ მათი მიზანი არის ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა. NGO-ების ბრიფინგზე კითხავთ დღეს ბრიფინგი მათ უნდა უპასუხონ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნას და აპირებენ ინფორმაციის გაცემას, რადგან ძახიან ეს არის პერსონალური მონაცემები, რომლის გაცემასაც არ ვაპირებთ. თქვენ როგორ შეაფასებთ მათ ამ განცხადებას და საერთოდ რას ემსახურება ანტიკორუფციული ბიურო? თქვენ როგორ ფიქრობთ და ამ შემთხვევაში კიდევ თქვენ ესეთ რა მოყვება კანონის დაუმორჩილებულობას? რა შეიძლება, რა საფრთხეს შეიძლება? ხო, პირველ რიგში არანაირი კანონი არ არსებობს, როდესაც ამას იღებს არალეგიტიმური პარლამენტი. ეს ერთი. რაც შეეხება რაჟდენ კუპრაშვილს, რაჟდენ კუპრაშვილის მთავარი მიზანი არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა რო იყოს რაჟდენ კუპრაშვილის მთავარი მიზანი, მან უნდა დაიჭიროს ქართული ოცნების 99% ლიდერების, დაწყებული ირაკლი კობახიძით, დამთავრებული ირაკლი ღარიბაშვილით. გამოიძია ირაკლი ღარიბაშვილმა როგორ გაუშვა ჩარტერული რეისის შვილი ამერიკაში და საიდან მოიტანა მისმა პენსიონერმა მამამ ამხელა თანხა, რომელი ერთი კორუფციული საკითხი გამოიძია, უფრო მეტიც მიქაუტატესთან დაკავშირებითაც კი, სანამ პროკურატურას არ ჰქონდა რეაგირება, რაჟდენ კუპრაშვილს უბრალოდ ეძინა მთავარ ადამიანს კორუფციასთან ბრძოლაში, რეალურად, ხო? ამ უწყების ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური ოპონენტების და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ ბრძოლა. ამის ძალიან ნათელი მაგალითი არის რუსეთი. რუსეთში, როდესაც მოვლენები ესე ვითარდებოდა და არასამთავრობოებს თხოვეს პირადი ინფორმაციები ბენეფიციარებზე, ყველა ეს ინფორმაცია შემდეგ გამოყენებული იქნა ბენეფიციარების წინააღმდეგ იმისთვის, რომ ხელისუფლებას მათზე ზეწოლა მოეხდინა, დაეშანტაჟებინა ისინი, დაეშინებინა და ასე შემდეგ. ამიტომაც სამოქალაქო სექტორის ეს ძალიან პრინციპული პოზიცია არის სწორი და არის მისასალმებელი, იმიტომ რომ ამით ისინი იცავენ თითოეულ საქართველოს მოქალაქის იმ პირად ინფორმაციას, რომლის ხელშეუხებლობაც მათ გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით. რა იქნება რეჟიმის მხრიდან პასუხი ამაზე, მე ვფიქრობ, რომ ამისთვის ყველა მზად იქნება სამოქალაქო სექტორში, იმიტომ რომ ისევე როგორც სამოქალაქო სექტორში, პოლიტიკურ წრეებში და საქართველოს მოქალაქეებში, ვინც ვიბძვით ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რომ რეჟიმს შეუძლია კი გამოიყენოს ყველა ბერკეტი, ჩვენი დაკავება იქნება, დაპატიმრება იქნება თუ ასე შემდეგ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ არის გზა, რითაც რეჟიმი ჩვენი ან ნებისმიერი აქტიური ადამიანის დაშინებას შეძლებს, მით უმეტეს დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო სექტორის დაშინებას ვერ შეძლებს. მადლობა. აგრები გადავიღოთ რამოდენიმე. მე მინდები. აბა რა გაინტერესებთ ვკითხეთ? როგორც გახარია. ისე ხომ არ გონიათ, რომ შეიძლება ისინი შეგვიძლია კოორდინაციაში დავუშვათ ერთმანეთთან და საერთო კანდიდატებს. იცი რა, სულ რომ შევიდნენ ანუ რეალურად ეს იქნება იმდენად მძიმე მათთვის, ჯერ რომ საერთო პროცესს დააზიანებს, ხადია, რომ საერთო პროცესის დაზიანების გარდაც პოლიტიკურად მათთვის იქნება ძალიან მძიმე. რომ საქართველოს მოქალაქეების რეაქცია ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე არის ძალიან მძიმე. შესაბამისად, ისინი გადაიხდიან ამის ფასს საქართველოს მოქალაქეებში, მე დარწმუნებული ვარ
მე არა ვარ გახარიას გულშემატკივარი ამ ნაწილში ნამდვილად, მაგრამ ლელოს პირობებში ეს ნამდვილად ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნება, მათ შორის ჩემთვისაც და ბევრი იმ ადამიანისთვისაც, ვინც ლელოს სამარჩევნებზე მისცა ხმა. ამიტომაც მაქვს იმედი იმისი, რომ ჯერ კიდევ არის დრო. აგვისტოშია თუ არ ვცდები ბოლო ვადა რეგისტრაციის. შესაბამისად, ჯერ კიდევ არის დრო და ყოველდღიური საუბრის და დებატების რეჟიმში ვართ ერთმანეთთან. შესაბამისად, გვაქვს იმის შეგრძნება, რომ ბოიკოტის სასარგებლოდ შეიძლება ამ ადამიანების პოზიცია შეიცვალოთ და შევხედოთ. აი სალომეს ზურაბიშვილის თქვენ მეც მოვიდეთ იმისგან, ანუ უფრო არა, იცით რა, სალომე ზურაბიშვილისგან პირველივე დღიდან, მაშინაც კი როცა ჩვენ დავდიოდით მასთან შეხვედრაზე და მე პირადად არაერთხელ არ ვარ ჩვენ მაგ პლატფორმაზე, მე პირადად არაერთხელ ყოფილ ვარ მასთან შეხვედრაზე და ნაციონალური მოძრაობა მიუხედავად პოზიციების, არაპოზიციების მას მიხელ სააკაშვილთან ერთად მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით ჰქონდა საერთო ბრძოლის ხათით ჩვენ ამ ყველაფერში მონაწილეობდით, მაშინაც კი არ მქონია გადაჭარბებული წარმოდგენა სალომე ზურაბიშვილზე. მე არ მგონია რომ ამ ქვეყანაში ვინმეს აქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ დაკრას და რეჟიმი ჩამოშალოს. ესე არ ხდება. ეს ყველაფერი ხდება საერთო და შეუდრეკელი და თანმიმდევრული ბრძოლით. უბრალოდ ერთადერთი ჩემი აზრით, რასაც ყველა და მათ შორის მეც ველოდი სალომე ზურაბიშვილისგან, არის ის, რომ არ შეიძლება ლიდერი იყო და არ შეიძლება ამ პრეტენზია ქონდეს ლიდერობაზე, ამ პოლიტიკოსი იყო და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხში შემოიტანო ბუნდოვანება და არა სიცხადე. ახლა ხო ძალიან მარტივი არის, ან ხარ ამ სპეცოპერაციაში შესვლის მომხრე, ან არა ხარ ამ სპეცოპერაციაში შესვლის მომხრე. აქ ხო არ არსებობს, რომ ისიც შეიძლება კარგი იყოს და ისიც შეიძლება კარგი იყოს. ეს აბნევს მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ყოველდღიურ ბრძოლაში არიან და ამ ნაწილში ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იყო, რომ სიცხადე შემოიტანა და თავისი პოზიცია ეთქვა. მით უმეტეს გაცხადებული აქვს ამ ადამიანს ამასთან დაკავშირებით ნათქვამი აქვს, რომ შესვლა არჩევნებში ეს არის არ შეიძლება და ეს მკაფიო პოზიცია აქვს და გუშინ ეს მოლოდინი რეალურად იყო მისგან, რომ კიდევ ერთხელ ამას იტყოდა საჯაროდ. მაშინ თქვენი აზრით რატო გაიყო ოპოზიციის აზრი შუაზე ამ იცით რა, მე ამაზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ და მე მაქვს ჩემი ესეთი 13 წლიანი გამოცდილებით გაკეთებული დასკვნა, აქ ორი ვარიანტია. ან გარიგებული უნდა იყო, ან სასარგებლო იდიოტი. მე არ მგონია, რომ ეს ადამიანები გარიგებულები არიან, მათ შორის ახლა მიუხედავად გახარიას პოზიციისა, ესეც არ მგონია. მე უფრო მგონია, რომ აქ ძალიან დიდ გულუბრყვილობასთან გვაქვს საქმე და მე მინახავს ეს 13 წლის განმავლობაში მათ შორის. 13 წლის განმავლობაში პოლიტიკურ არენაზე მე მინახავს ადამიანები, რომლებსაც ჯერუდათ, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ წააგებდა არჩევნებს, მაშინ წავიდოდა ზუსტად ისე, როგორც წავიდა 2012 წელს მიხელ სააკაშვილი და გადააბარა ხელისუფლება. და ეს არის გულუბრყვილო დამოკიდებულება. რეჟიმები ასე არ იქცევიან. რეჟიმები ესე არ თმობენ და რეჟიმები ასე არ მიდიან. და რეჟიმთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი თამაშის წესებით არ ითამაშო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის როდესაც საკუთარი თამაშის წესებით შეთრებაში ეცდება, უბრალოდ მაგი და აუყირავო. თანმიმდევრულობა, პრინციპულობა და ძალიან დიდი სიჯუტე არის მნიშვნელოვანი მთელს ამ პროცესში. რეალურად ეს არის, რაც რეჟიმს ჩამოშლის და ჩემი აზრით ეს ადამიანები ამ ყველაფერს უყურებენ ძალიან გულუბრყვილოდ. იმიტომ რომ ვერ წარმოუდგენიათ ახლა ამ ფონზე თან არა აქვთ მათ გამოცდილება ასევე საარჩევნო ველზე მუშაობის. ეს არა მხოლოდ მათ, ისეთ ადამიანებსაც, ვინც დღეს ბოიკოტის მომხრე არიან, 90%-მა არაერთხელ მithქვამს მე ეს ოპოზიციური სპექტრის არ იცის რეალურად რა არის საარჩევნო ველი. მე 13 წელი მხედველობ კამპანიას და ვიცი ზუსტად რას ნიშნავს საარჩევნო ველი. შესაბამისად, იმის დაჯერება, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება რაღაცა დათმოს არჩევნებით, ეს იქნება ძალიან დიდი ისტორიული და სტრატეგიული შეცდომა და ამ ნაწილში უშვებენ ძალიან დიდ შეცდომას.